ისე პირველი რაუნდი რასულოვი აკბინა ყველაფერი ვიგზია პირველ რაუნდში ერთადერთი ეს ჰასანის ის მტკივანი ხელი ვაფიქრებს მარჯვენა მაჯას იტკიებდა გუშინ თუმცა ნუ ახლა გამოვიდა რინგზე ესე იგი მზად არის და მოიჩინა პირველ რაუნდი მიილია მიიწურა ამასობაში დასრულდა კიდეც. ავიღო ხისით ყველაზე მძაფრი ნაწილი დაპირისპირება ყველა დღევანდელი დღისა, თუმცა იმედი უკეთეს რაუნდებს ვიხილავთ, აკბინას ჰქონდა ისე დამაჯერებელი უპირატესობა, ზედმეტად არ გამოუძვია თავი, იმიტომ რომ მიზეზი იცით უკვე მცირე ტრავმა აქვს. თუ მოგება უნდა თავი უნდა გამოიდოს მეხან ეს უკვე. სულისგან დავალება მიიღო ხასანმა რომ ახლო ბრძოლაში არ შევიდეს, არ აყვეს მეტოქეს და შორიდან დაამუშავოს. და აი ნუ ეს როგორც წესი დასტოვია ხოლმე რა თქმა უნდა ერთ-ერთი მხარის უპირატესობის. აქ იქნება თუ ბოლომდე მივიყვანთ აი ამ ბრძოლას და შეძლებს ბრძოლის დასრულებას რასულოვი. ამოვიდა შეტევაში, მაგრამ მიიღო პასუხი. შემდეგ ნუ არ ვიცი ფერდებში სადა იბრძვის არ უნდა ნამდვილად მეხან რასულოვს მოგება აზერბაიჯანელის შეტევაც ვერ ვიტყვით ახლა რომ ისე ვიმედოთ აგებს და რაღაც შანსები არ აქვს რასულოვს იბრძვის რაც შეუძლია, მაგრამ საბოლოო ჯამში რაუნდის შემდეგ საკმარისი უპირატესობა ხასანმა უნდა დააგროვოს
ხო, აი მეორე რაუნდი უკეთესი ჰქონდა რასულოვს და ერთ იმ საჯის სიმპათიების დაიმსახურა. ეს ბევრს არაფერს არ წყვეტს. ალპინარი ისეთ ეკონომიურ რეჟიმში იბრძვის მიზეზი უკვე გითხარით ამისა. და წინავი დამაჯერებლად იგებს. ასე დამგვარად 7 ოქროს მედლი დავამთავრებთ კანდელაკის ტურნირს, 7 გოგოებმა მოიპოვეს. ეს პირდაპირ ისმერებასაც მოუგებთ აზერბაიჯანის საფინალოს 5-3. ეს არის საკუთრივ ფინალების ანგარიში და ბრძოლის დასრულების შემდეგ ყველა ჩემპიონს შეგახსენებთ. აქ უბრალოდ საქმე არის ბოლომდე მისაყვანი. ახლა თავის მოკლა საჭირო. როგორ უნდა შევაჩეროთ მეტოქე, რომელიც ისეთ ბრძოლის ნიშნაზე იყო და უფრო ისეთი მეტი სურვილი გაუჩნდა მესამე რაუნდში. მეორე რაუნდის ბოლოში მესამის დასაწყისში. მესამეც აუმჯობესებს ნელა, მესამე უკეთესი რაუნდი აქვს რასულოვს. შეიძლება მიიღოს აქაც რამდენიმე მსაჯის ხმა. ხო, მარჯვენა ხელი თითქმის არ უხმარია აკპინავს მესამე რაუნდში. ბოლო 10 წამი ჩვენი ტურნირისა. ხო, ანგარიში იქნება 5-0, ანუ ადახა 4-1. ამის იქით ვერ წავა. ერთიანი გადაწყვეტილება 5-0-ია ვიგიქი. ასან აკბინარი. ესე ჩვენ მეორე ოქროს მედალი, ახლა კი ჩემპიონები ჩვენი ტურნირისა. გოგონებში ჩემპიონები გახდნენ მე ქართველებს ქალაქების მიხედვით დაგისახელებთ. ანასტასია ჯოლოხავა თბილისი, ელენე ქარჩავა ზუგდიდი, მარიდა გაგოშიძე ზესტაფონი, მარიამ ნაკანი მესტია, ანასტასია ჩოკორაია ზუგდიდი, ანასტასია კუკავა ხობი და ლიზა ლობჟანიძე გორი. ჭაბუკებში ჩემპიონები ახლა ჰასვატ მამედოვი აზერბაიჯანი, ნიკოლოს კებზელაძე ქუთაისი, რატი ხარბედია ფოთი, ისმაილ ნასირზადე აზერბაიჯანი, ზაზა მდინარიძე ვარიანი, მათე ვოლოშინი თბილისი, ალი აბასლი აზერბაიჯანი, ნიკოლოს ხიზანიშვილი ვარიანი, იუსიფ ჰასანლი აზერბაიჯანი, მათე დუმბაძე ბათუმი, გორ კაზარიანი ახალქალაქი, შუქარ ალიევი აზერბაიჯანი და ჰასან აკბინარი
საქართველო ეს არის გიორგი ეს იყო უფრო სწორად გიორგი კანდელაკის რიგით მე-15 საერთაშორისო ტურნირი. ამით საშინაო სეზონი შეიძლება ითქვას დავასრულეთ. წინ არის სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. აგვისტოდან უკვე იწყება ევროპის ჩემპიონატები. წინ გვაქვს 5 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატი, წინ გვაქვს მსოფლიო ჩემპიონატი 19 წლამდელებში და წინ გვაქვს ასაკობრივი ოლიმპიადა